გამარჯობა. მე პაატა ვარ, ეს ჩემი არხია სალახანა. მოდი ვნახოთ თუ როგორი არის რეალურად თეთრი სასახლის ბურგერები და ღირდა თუ არა ჰაროლი და კუმარის ის დიდი ვოიაჟი და გასეირნება და თავგადასავლები, რაც მათ გადახდათ ამ ბურგერის ძიებაში. ოქროებო და ჯიგრი ყაურმებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, გამოხატეთ და გამოთქვით თქვენი აზრი. პირველი ტესტი და ვნახოთ რამდენად გაივლის ამ ტესტს და ჩემი ხალე. აი ეს რა დედის ტყუნა არის. ყველგან საწუწუნო როგორ ამაქვს ბიჭო, რომ აი ეს ხო შეიძლება, აი ეს დედა მოწყნული, აი ამ ხელაჭიქა თუ პლასმასისა, აი ეს მილიც რო პლასმასის იყოს ეს საწრუპი და რაღაცა ქაღალდი არა, რომელიც მოიჩვარება და დამიდნება პირში, ბლიად. ერთი დიდი მინუსი. ეს არის Coca-Cola ოღონდ ვანილის არომატით, მოცარელას ტიპური ფირმასაც. აი ესეთი ლამაზი საკ ფორმები. ხახვის ორიონ რინც რაც არის ხახვის რგოლები. ეს არის ღამათის საფირმო. ჩედარის დნარი ყველით კარტოფილი. სხვათა შორის ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს ამ white casters რა. არ დაგიმალავთ აქამდე გასინჯული მაქვს. ოღონდ აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩენილი ვარ მაშინ. აი ეს არის ამათი მაქსიმუმი ზომა. ყველაზე დიდი ზომა არის აი ამ ბურგერების ეს. რა ვიცი. რატო შვილო? ჩადი რა ცოტა დედა მოუთხა დიდი რო იყოს. დავიწყებ კლასიკურად ჩიზბურგერს შევჭამ ახლა პირველში და ახლა რომ მოვიღებ უფრო კარგად და ნათელი გახდება რეალური ზომა ამ ჩიზბურგერის. აი ხალხო აი ეს არის აი ამის ზომა რა. თან არის ორმაგი ჩიზბურგერი რა. მოდი გავსინჯოთ. კარგად მოშიებულ ადამიანს რა ჩემ ფეხებს დაგანაყრებს ესეთი ერთი პატარა რა. McDonald's Wendy's-ის აი ეს ბურგერები ხო ვიცით როგორ არის რა? იმის ნახევარი თუ იქნება, ოდნავ ნახევარზე ოდნავ მეტი. რეალურად ის არის რა, პატარა აშკარად ძალიან რა. პირველად გავსინჯავ ჩედარის ყველით კარტოფილს. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წარმომიდგენია, იმიტომ რომ არც კარტოფილია ჩემთვის ახალი და არც ჩედარის ყველი და შესაბამისად ვიცი ორივეს არომატი და ვნახოთ როგორია. Nice. ცოტა გაცივდა სანამ აქამდე მოვიტანე და აბა ვნახოთ მოცარელა. არ მოველოდი. ამიტომ მოცარელა სტიქს ბევრგან მაქვს გასინჯული ეს მოცარელის ჯოხები და ყველგან არ მომწონს ხოლმე რა. ძალიან გემრიელი არის, მით უმეტეს რომელიც მაინც და მაინც არ არის იტალიური რესტორანი და არ არის იმაზე ორიენტირებული, რომ იტალიური კერძები და რაღაცაები კონდეს და მოცარელა რო ესეთი გემრიელი, მოცარელის ჯოხები ესეთი გემრიელი როა, იდეალური. მოდი გავსინჯოთ ხახვის რგოლით. შენი დედა შევეშებ. მე სოუსის წამოღება დამავიწყდა. გინდა გითხრათ მაიონეზის მაგევრად იცი რას ვყავთ? გითხრათ? სპერმას. მართლა? დათვის სპერმას. ამაზე უკეთესი ხახვის რგოლებიც ნაჭამი მაქვს და გასინჯული. ნახვი ყლეობა. კარტოფილი ფრი ცოტა ისეთ სპეციფიურ საჭმელია რა. აი იქვე უნდა ჭამოთ ცხელი, თორე როც სივდება აუ შეაყარე მე ტრაჩი ვისაზგიდა რა თვარგა. დიდი სტუნა. ყველაფერი გეშლება შენ. როგორც უკვე გითხარით, აი კომედიური ფილმები უკვე წლებია აღარ მინახია. იმ სიხშირით, რა სიხშირითაც უყურებდი, მაგრამ რაც მაქვს ნანახი, ყველაფერი არის სრული კატასტროფა რა, სრული ნაგავი, იმიტომ რომ ყველაფერში შემოვიდა პოლიტკორექტულობა რა. ვერაფერზე ვეღარ ხუმრობ, ვერაფერზე ვერ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა იარლიქს მოგაკრავენ ზედ. შესაბამისად, იუმორში თუ ცოტა საზღურებს არ გადახვედი, თუ ცოტა რაღაცა ის ჩარჩო არ გაარღვიე, თლად დალაგებული არ გამოდის და სასაცილო აღარ გამოდის და მელოდრამები და ის, რა ვქეთ, სინგლიანი ბაზრები კიდე არ მევასება. ეგრეა, რაუ, კომედია მევასება და აბათვაც ჩააჯო ეს ზმაო. ეს არის თევზის ბურგერი. თუ აი ამ რაოდენობას თუ ბურგერი შეიძლება ეწოდოს აი ამ ზომას. მოდი გავსინჯოთ, თევზის დიდი მოყვარული არ ვარ. ფურა ყლეობა. დედა შევეც. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ვისაც გასინჯული გაქვთ თეთრი სასახლის შესახებ, თქვენ რამდენად მოგეწონათ და როგორი კმაყოფილები ხართ ერთი მოჯმა ბურგერების არომატით. ფურა საზღარი საჭმელი იყო ჩე. თევზის დედა მოუთხარ მით უმეტეს ბურგერში, ბლე.
ჩავიკო კოლოზინო ისე მოცარელაკი. წერა როგორ თქვი, შეხედეთ ხალხო, აი ქაღალდის საწრობს უკვე რა მოუვიდა რა, დედა მოეწყა რა. და წარმოიდგინეთ იქ წყალში რაც არის, იმას რა სჭირს რა და მაგიტო ვარ მე ყოველთვის აი ეს დედამოწყნობის წინააღმდეგი. მოიტა ეს დედამოწყნობის საწრუპიც რა. ცოტა შორს გონი ისიც არის, რომ თუ მოითხოვე გაძლევინ, მაგრამ ეგ არ მიქნია აშკარად. გადავიდეთ მოდი ქათმის ბურგერზე. ზომა რა თქმა უნდა იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სადღაცა ძერგსაბურგერებში ხო შედიხარ და იქ აი ხავს რომ მოდაღავენ თუ მოდთუშავენ რაც ქვია მაგას რო უშვებიან ზემოდან და რაღაცა ბურგერებში ხოლმე ამასაც აქ ხახვი რა ცუდი არ არის მაგრამ ვერც იმას იტყვი რომ ახლა კარგია რა აი რომ შიოდეს მე ყოველ შემთხვევაში მით უმეტეს ამერიკაში სადაც ძალიან დიდი არჩევანია სტრაფიკების ამას ნახდათ არ შევჭამდი რა White Castle არ არის ის სტრაფიკების ობიექტი რომელიც ჩემი პირის რეცეპტორებს აბედნიერებს 10-დან 4 უფრო არის ჩემთვის ეს რაღაცა ეს ვერ არა იმედებს გაგიცხრებთ ხალხო ვისაც გეგონათ რომ აი სტანჯვა წამება და ვაება ღირდა მე ქვია კუმარი დაკაცაც ძმაო ეს არის ჰაროლდი ჩემ კლეზე გაგორდი და აი ბურგერები საჭმელად რას გაიარეს რავი აბათი დედა შევეცი ის დახარჯული დრო მენანება 15 წუთი ჩასვლას და 15 წუთი ამოსვლას რომ მომანდომე ოკეანესთან აი ეს ყლება რო ბეყიდა როგორც მახსოვს სტუდია ბუდია ქვია რა რომელებიც ახმოვანებდნენ და აი ჩემი ბავშვობა გაალამაზეს და არა მარტო ჩემი დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი ადამიანის ზვიოს ნიღაბი ქონდათ ზოროს პირველი ნაწილი ზორო ბიჭო ისეთი თვალია კუილს ვერ იკავებს რომელიც სუსუ პირველად ვნახე პატარა კაცი და კლასიკა კიდე ეგ აქვს გაკეთებული რა კიდე ჩემგავა ხმას ნუიღებ რა გიწევში ვილსონ ეგ არ არის გაუშვი რა ამის ზანგი დედა შევეცი ეს არ არის სხვა ეს მეტრა 90-იანიაო ეს კი უფრო დაბალია დიდი ბოდიში გვაპატიეთ ნახდათ იცი კი წავედით ვილსონ ვერ გიტან თქვენი ჩაჭრილები დაბოლილები და კიდე უამრავი პროექტი აქვს რომელზეც მუშაობდნენ რა და წლების შემდეგ იგივე რასაც სტუდია ბუდი აკეთებდა გააკეთა აჭარანეთი იყო ესეთი ფილმების არხი სადაც უფასოდ შეგვეძლო ხალხს ყურება და რა ვიცი უამრავმა ადამიანმა უამრავი კარგი ფილმი მადნახეთ ყველას არ აქვს იმის ფუფუნება თუნდაც რომ კინოთეატრში იაროს და მით უმეტეს არის ის კატეგორია და მეც იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები რომელსაც მაგრა ფეხებზე კიდია კინოთეატრი რა საერთოდ არ უსწორდება ის გარემო რა ფილმის ყურება ჩემთვის კომფორტული არის ჩემთვის სახლში და იმ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ჩავხვდება მორჩა ეგაა ჩემი ყველაზე კაი კინოთეატრი რა სწორედ ამიტომ ზუსტად ერთი ხელი მეყოფა რომ ჩამოვთვალე თუ რამდენჯერ ვარ კინოთეატრში ნამყოფი რა სუსუ პირველად ეს იყო ავატარი იქამდე არც სურვილი გამჩენია და მაგის მერეც არ მქონია სურვილი რომ წავსულიყავი კინოთეატრში ავატარის პირველ ნაწილს გულისხმობ რა თქმა უნდა რამდენიმე ანიმაციაზე ნამყოფი იმის შემდეგ მე კინოთეატრში არ ყოფილვარ და სურვილიც არ მაქვს არა ამაზე ვატრაკებ ხა ძალიან ცუდიც არაა და ცოტა ცხარე გემო აქვს რა და ქათმისა ჯობია ყველას რა ის თევზის სრული ნაგავი ეს ორმაგი ჩიზბურგერი თუ რაღაცა დიდი სტუნაც დიდი ვერაფერი რეალურად მაგრამ ამას ეს ყველას ჯობია რა აი 10-დან 7 რა მით უმეტეს ამ თქონზე სტუდია ბუდია ხო აი ესეთ გენიალურ გახმოვანებებს აკეთებდა ფილმების რა აი ესეთი რაღაც პარადოქსული გახმოვანები ქონდათ და იმ დროისთვის მით უმეტეს როდესაც ესე მძლავრად არ იყო ეს ლიბერასტული მანქანა ამუშავებული და ჰოლივუდშიც რა ვიცი ზანგი პიდარასტი და გეი თუ არ აყავს სცენარში ისე რომ ვერ იღებ ფილმს ეგრე არ იყო რა თქმა უნდა შესაბამისად უფრო კარგი კომედიები იქნებოდა და ჩვენი ქართველი ჯიგრებიც ეს ბიჭები ზვიო შონზო დრუპი მიშა შვილდაძე უფრო მაგარ პროდუქტს დებდნენ და დებდნენ რა მაგ დროისთვის რაზეც ხუმრობდა ხალხი თუნდაც ჰოლივუდში ან საქართველოში დღესდღეობით რო გაიხუმრო რაღაცა იარაღლიხს ეგრევე მოგაკრავენ რა რო ვარ ჰომოფობი რო ხარ რაღაცა ეს და საფრთხო რეალობაა და მაგას თვალს ვერ ცავარიდებთ ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩას რომ
ხალხი ბევრად იმის მიუხედავად რომ ჰუმანურობა კარგი არის, ბევრად ლმობიერიც არა რა, ბევრად უფრო ნაზი გახდა რა. ქართველ ახალგაზრდებს დღესდღეობით სოციალურ ქსელებში რომ ხდება, რომ უყურებ, ვიღაცამ ლიპოსაქცია გაიკეთა, ვიღაცამ ეს გაიკეთა, ვიღაცამ ის გაიკეთა. მაგის დედა შევეც სადირა დარბაში იوارჯიში. ან არა და ყლეზე დაიგდე, კაცა ღიპი ხო უნდა გოდეს, აგა ღვინის ჭიქარო დაიდგა და ამოიხნეშო. გამოიწერე არხი, დაალაიქე ეს ვიდეო და დააკომენტარე. შენ ამით მე ძალიან მეხმარები და უფრო მეტ სტიმულს მაძლევ.